ვერანაირად შეუძლებელია. ხო, არ ვიცი. დაანძნელი იქნება. რთული იქნება კი. ეს არის დაცინვა უბრალოდ. არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა ამის წარმოადგენა. წარმოუდგენელი რამეა. 361 ლარი არათუ 5 სულიან ოჯახს, ამეთ საქართველოში საარსებოდ არ ეყოფა ერთ ადამიანსაც კი. არ არის არ ეყოფა. 8 სულიანი მყავს. 361 კლასი ვერ გამოვიზოგავთ. ალბათ შეუძლებელია. როგორ გავყოფთი? ხო, როგორ გეყოფოდა თუ არა, როგორ წარმოგიდგენიათ როგორ? რა თქმა უნდა, ეს არის არასაკმარისი 5-სულიანი ოჯახისთვის. რეგისტრაციას გავივლი და გამოვალ რეგისტრაციას გავივლი და სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენ ახლა სხვანაირად დავითვლით და მიიღებთ იმდენს, როგორც ჩვენ დავთვლით. ხო, არ ვიცი, ალბათ მეტი შესაძლებლობა არ აქვს სახელმწიფოს. ალბათ რაღაცა პურზე ეყოფა ადამიანს, ხო, მაგრამ არ ვიცი, პურზე და ბურღულეულზე ალბათ არ ვიცი. და დარწმუნებული არ ვარ, დარჩება თუ არა რაიმე წყლის გადასახადი, გაზის, ანუ ეს ალბათ საერთოდ არ არის. ამაში ასახული. არ ვიცი. ვთქვათ, რატომ ქვეყნდება ესეც არ ვიცი. რა მიზანი აქვს მას და შემდეგ ამას აყალბებენ და რაც შეიძლება დაბალ ნიშნულს აჩვენებენ იმის გამო, რომ შემდეგ ვიღაცა მირიბად არ დათვალოს საქართველოში ღატაკი მოსახლეობის რაოდენობა. სუდია. როდესაც შენ რაღაცა ისეთი გამძღარის პოზიციიდან საუბრობ. ძალიან მძიმეა ამის თქმა. ამიტომ არ არის რა თქმა უნდა 361 ლარი საკმარისი. გამოდის რომ სულ რაღაცა 2 ლარი და 50 თეთრი უნდა იყოს ერთ ადამიანს. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ და მე მიმაჩნია რომ ასეთი ციფრების გავრცელება არის უგუნურობასთან კავშირში და მავნებლობასთან. არა, ვერ ვიმყოფინებდით კი არა ზუსტად, მაგიტო ჩემი ყველა ინიციატივა ეხება აბსოლუტურად მაგას. საქართველოში საარსებო მინიმუმი არის манипуლირებული და არასწორად დათვლილი. და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს თავაზობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო და ჩაბეტონებულია მაგ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება. ვისაც ელემენტარულად ოჯახი ყავს და მოწყვეტილი არ არის ამ ცხოვრებას და სადღაც შუშის სასახლეში არ არის გამოკეტილი, ხო? ნებისმიერი ადამიანი როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა თქვა, რომ 360 ლარით შეიძლება შეინახო 5 სულიანი ოჯახი. წარმოუდგენელია. შეუძლებელია. ამას თავაზობს სახელმწიფო. არ არის ეს ადეკვატური. რა თქმა უნდა არ არის ეს ადეკვატური და რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. ამიტომ არის გადასახედი სოციალური პოლიტიკა. მე რომ მქონდეს ესეთი მცირე შემოსავალი, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ